Tevi, gagazevi, dagurji zanevi, sakannelas mikleba, rami vekanevi, tmevi, gashli vadakarshi priale, sakannelas priale, nahis priale. Fiori sami chindebian Eschemi soplis kasebian Eschemi soplis utebian ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ მარილიში. მოგიხსენებათ ლიტერატურული თეატრი ორ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის როცა ერთმანეთს ვჭირდებით და რეპორტაჟი ხარაგაულიდან. ამჯერად გთავაზობთ რეპორტაჟს ხარაგაულიდან, უფრო სწორად რეპორტაჟს მარილისიდან. აი ეს ულამაზესი კარმიდამო ეკუთვნის ქალბატონ ქეთევან მაჭავარიანს. ქალბატონი ქეთევანი პროფესიით გახლავთ ექიმი. ის თბილისში დაიბადა, გაიზარდა, მისთვის მარილისი არის მამაპაპეული სოფელი. 30 წლის განმავლობაში ქალბატონი ქეთევანი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა ექიმად, წარმატებული, საკმაოდ ცნობილი და კარგი ექიმი გახლდათ იგი, მაგრამ მიწისყივილმა მშობლიური მამაპაპეული მიწის სიყვარულმა სძლია მას და ის დაუბრუნდა სოფელ მარილის და შეიძლება ითქვას, რომ მან აქ ამ მიწაზე სოფელ მარილიში შექმნა ნამდვილი ედემი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში თქვენ დარწმუნდებით, როცა ნახავთ ჩვენს რეპორტაჟს და გაიცნობთ არაჩვეულებრივ ქალბატონს ქეთევან მაჭავარიანს სოფელ მარილისიდან. ეს სახლი აშენდა 45 წლის წინ. იქით ცხოვრობდნენ ბებია ბაბუა, მამა იყო 17 წლის როცა წავიდა თბილისში და დაიწყო სწავლა და ასე შემდეგ და დედა თბილისელი იყო, ცხოვრობთ თბილისში, მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე. მე მიკვირდა მამამ რომ მეორე სახლი წამოიწყო 45 წლის წინ. მე მაშინ სწავლობდი, საქართველოში არ სწავლობდი ხო და რა გვინდა მამა ხო გვაქვს იქაც კარგი სახლი იყო. თურმე გვინდა კი არა მეტიც, იმიტომ რომ თურმე მართლა არსებობს სისხლის ხირილი. ესე იგი, აქ რო გადმოუხვევ ძირულაზე, უკვე სხვანაირი ხდები. მართლა თბილისში რო გავიგონებ დაუშვათ ყველის ყიდვის დროს ხარაგაულიდან ვარ იმათ მინდა ველაპარაკო, ძალიან მიყვარს ჩემი მხარე, ძალიან. მამა იყო მეტყევე, დედა იყო ისტორიკოსი. დედა არ მუშაობდა, თავის სანამ გათხოვდებოდა, მანამდე მუშაობდა და მე უკვე აღარ მუშაობდა. მყავს ძმა, მყავს ქალიშვილი და მე თვითონ ვარ ექიმი. მაგრამ მე ეხლა არ მუშაობ, იმიტომ რომ მე ჩემ ჭკუაზე მარილიში ვეღარ ჩამოვალ და აქ ვატარებ მთელ ზაფხულს. აქ კი მყავს ამანტროფები ბევრი. და აი ასე რა ვიცი, და უვლი აქაურობას და ყველა მეც ვგრძნობ, რომ იმდეს ვაკეთებ, კაცი რო ვერ შეძლებს. აქ ძალა მეძლევა. აი ყოველ დილით რო ავდგები, ну პირველ რიგში მივხედავ თავს და დავაპურებ ჩემ ცუგებს და მერე გავდივარ ეზოში. მართლა ველაპარაკები მცენარეებს. ვაიმე თქვენ გაიშალეთ ისე. ყოველთვის ეკატორი მაქვს ხელში. მაქვს ყველანაირი სათიბი. და ვთიბავ მე თვითონ ჩემი ხელით. ნუ ახლა ის რაც მძიმე საქმეა, იმას მე ვერ გავაკეთებ და ამიტომ მომყავს ხოლმე დამხმარეები და ძირითადად არა, აი ეს ყველაფერი ამის მოვლა არის ჩემზე. ერთადერთი თებერვალ მარტში, ყოველ თებერვალ მარტში მომყავს ცოლ-ქმარი არიან ძალიან კარგი, რომლებსაც ეხერხებათ ყველაფერი, რომ ეზო დალაგდეს. და აი თუ სადმე ფიჩხია, თუ სადმე ფოთოლია, ან რაღაც ზედმეტი, აი ამას გავასუფთავებინებ კარგად და მე უკვე მე თვითონ საქმიანობ. ხო, მისყავენ ვენახს, იქით ვენახი განვაახლე. მისყავენ ვენახს და აი ესე რა ვიცი, აი სულ აქით მინდა სულ ახლოს რო იყოს, გაზი რო იყოს, უფრო ხშირად ვიქნებოდი აქ ზამთარშიც. აი შეშის ფეჩზე ცოტა მიჭირს. თორე სულ აქ ვიქნებოდი ძირითადად მომძოს, ცოტა ახლოსაც რო იყოს. მოკლედ მარილისია ჩემი სუნთქვა. აი როგორც სკარლეტ ოჰარა ამბობს, რომ წავალ ტარაში და იქ ძალები მომემატება, იგივეა ჩემთვის მარილისი. აქ რო თბილისში მე ამდენს ვერ ვაკეთებ, ვიღლები იოლად და ისედაც
და აქ რო ჩამოვდივარ, იმდენ ამას ვაკეთებ, რომ მე თვითონ მიგვირს ეს როგორ გავაკეთე. აი შარშან თუნდაც რამდენი რამე, წელსაც რამდენ რამეს ვაკეთებ. მე თვითონ მიგვირს ეს როგორ შევძელი, როგორ გავაკეთე თქო. ეს ყველაფერი არის ჩვენი ხარაგაული, რომელიც არის ჩემს გულში და ძალიან მიყვარს. საქანელები გავაკეთე, ძველი საწოლები რო იყო ზამბარებიანი. დიახ. ზამბარებით გავაკეთე საჯდომები იქ და ესენი ხო მორჩაი საწოლის თავები. დიახ. ხო და შევასვარკეთ, შევადუღებინე და ესეთი რაღაც მოვიფიქრე. ეხლა გასაახლებელია ფერები, იმიტომ რომ ძალიან გაცვდა და დალპა კიდევაც ფიცარი და მაქვს ფიცრები ყველაფერი და აი ხეებს რო ვაჭრევინებ აქ ხო, რომელიც უკვე არ არის საჭირო ის ხეები. აი ეს ხის ტანი, ის ხის ტოტი. აქ მუშაობ ხოლმე, ამიტომ არის არეულობა. ეხლა ეს სოკოები რო გავაკეთე ამას თეთრ წერტილებს რო გავუკეთებ, всё, მეც აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამომივიდა. მე ამას მოვასუფთავებ, ეხლა გუშინ მუშაობას მორჩე ბიჭები და იმიტომ აქ ამდენი და აქ მყავს ჩიტოლია პატარა. წერტილოვანი. კაკი გოგოა, ცენგენა ჯვალე, პატალა. თავის კვერცხებს იცავს ბავშვი. მაქვს აბსოლუტურად ყველა მცენარე, ნუ ახლა ზოგიერთის გამოკლებით. ვარდების ალბათ 80 ჯიში, სუმცირე. ყველანაირი ხეხილი დავრგე 3 წლის წინ, როცა ვიწყებდი ამ მებაღეობას, ასე ვთქვათ. ეხლა ზოგი აქ როგორც ჩანს არ ხარობს და არის ხავს, მაგრამ ძირითადად გახარებულია ხეხილი. მაქვს დეკორატიული მცენარეების ყველა სახე და იშვიათებიც. ბევრი მწერს ეხლა რომ აი მე ეს ქონიათ ვიდეოებს რო ვდებ Facebook-ზე, ეს ქონიათ შეიძლება რომ გამიმრავლოთ. როგორ არა, მე მიხარია. მე აქ ყველას ვეუბნები, როცა შემოდგომაზე და განსაკუთრებით გაზაფხულზებს ხლავ ყვავილებს, წაიღეთ, ჩაარჭეთ, არაფერი არ უნდა, მე დაგიმუშავეთ, მოგიჭრეთ. ჩაარჭეთ, მიწაში თვითონ გამრავლდება, გაალამაზეთ ეზოები, ყველას ვეხვეწები. ესე იგი ყვავილებს ცოდნია, არ ვიცი ამას რა ქვია, შეყოლა არ ქვია, ამას აკვიეტებული აზრი ქვია ალბათ. ერთს რო იყიდი, მეორე გინდა, მე100-ს რო იყიდი, მე200-ზე გინდა, გაქვს ფული, არა გაქვს, მაინც ყიდულობ. აი ყველაფერს იკლებ და ამას ყიდულობ და რგავ. ყოველ წელს ვამბობ, რომ რა კაია, მე გაისათ უკვე ყვავილებს აღარაფერს აღარ დავრგავ და რომ მოვდივარ, აი ფილმში რო გინახიათ დიდი გადასახლება. ესე იგი ზევიდან ხო დავაყენე მანქანაზე ეს რა ქვია საბარგული. ის ხო გადავსებულია შიგ მანქანებში მცენარებით და მე თვითონ ძლივს ვეტევი, იმდენი რამე მომაქვს მაინც ყოველ წელს ვერ ვისენ. ძალიან ბევრი მე ის არა ქვია მეყვავილე მეგობარი წავშალე Facebook-იდან რომ არ დავინახო. თუ დავინახავ აუცილებლად უნდა ვიყიდო. ხო კიდე მაქვს რომელი ხობი. ავიკვიათ ერთი პერიოდი და კერავდი სახში ჩანთებს ტყავის. მარტო ტყავის, საერთოდ ბუნებრივი მიყვარს ყველაფერი. შევიკერე ერთი 100 ჩანთა, ამისთვის ცალკე გარდერობი მაქვს. ზოგი გავაჩუქე. ნუ დანარჩენი გაყიდვით მე არ გამიყიდი არასდროს. მე არც არასდროს სანტიმეტრი არ დამიკავებია და ისე არ გამიჭრია, აი მე თვითონ წარმოდგენაში გამოვჭრიდი. აი ეს საკერავი მანქანა ჩვეულებრივი და ამით ვკერავდი, იქ სადაც ვერ მიუდგებოდი ფეხსაცმელის წებო ვიყიდე და იმითი ვაწეპებდი და აი მართლა სასწაული ისინი მაქვს, მე თვითონ რომ მომწონს. ჩემს აფხანაკს ვაჩუქე, რომელიც საფრანგეთში მუშაობდა ნევროპათოლოგია და უკვე გადმოსახდნენ თბილისში. და რო წავიდა, იქ არის ნეიროქირურგი ქალბატონი, რომელთანაც მეგობრობს, რაღაც სიმპოზიუმზე იყვნენ ესინის დაპატიჟებული ცოლ-ქმარი და ეს ჩემი ჩანთა ეკავა ვაჩუქე. და ის ქალია, ის ნეიროქირურგი, არა, ახლა საფრანგეთში ექიმები მოგეხსენებათ, რომ კარგად ცხოვრობენ და რა გადაირია ამ ჩანთაზე და ამ ხანაკმა მითხრა, რომ ისე გადაირია ვაჩუქე, ხო არ გეწყინებაო და პირიქით მე ვუთხარი, მიხარია, თუ კი იმას ესე ძალიან გაუკვირდა ეს ჩანთა კიდე გაჩუქებს ხვას. მე ვარ თერაპევტი სპეციალური. 3 ათეული წელი ვიმუშავე ექიმად. დავამთავრე ინსტიტუტი და საერთოდ ახალდამთავრებულს არ ეკუთვნის კლინიკაში. მე აი დღეს რო დავამთავრე, ხვალ უკვე კლინიკაში დავიწყე მუშაობა. მაშინ იყო რკინიგზის ავადმყოფო დიღომში კათედრა იყო ბაღდაძის. არაჩვეულებრივი პიროვნება მცოდნე, 4 განყოფილებას შეიცავდა. თერაპია, რა ქვია, ენდოკრინოლოგია, პულმონოლოგია.
და იცით რა სუქცლიდა ხან ერთ განყოფილებაში ხან მეორეში ხან მესამეში ეხლა თავი უნდა შევიქო ვარ კარგი დიასახლისი ნამდვილად ყველაფერი მეხერხება ყველანაირი სადილის გაკეთება ნამცხვრის ხაჭაპური რა ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად არავის არ უსწავლებია მაგრამ დედას რომ ხედავდი საბზარეულოში რომ აკეთებდა და ალბათ აქედან მოვიდა ეს ყველაფერი ახალი მეებსაც ვქნი რაღაცას დაუშვათ განსხვავებულს რომ და მიყვარს ძალიან აი ესეთი რესტორნული მაგალითად ჟულიენი ქართულად როგორ არის კოკოტნიცებში ეგეთ რაღაცებსაც ვაკეთებ ხოლმე ну როცა სტუმრები მყავს ახლა სახში რა თქმა უნდა მეზარება და ქვაფშია ხოლმე და რაღაცას ლამაზებს მყავს ერთი ქალიშვილი ნინო ბეჟანიძე არის ძალიან წარმატებული დაამთავრა უნივერსიტეტი ჯავახიშვილი ბიზნესის ფაკულტეტი და მუშაობს საზღვარგარეთის ფირმაში არის წარმატებული და თან ძალიან ლამაზი მიუხედავად იმისა რომ დედა ვარ უნდა ვთქვა რომ ძალიან ლამაზია მოდელია შესახედავად 30 წელი ვიექიმე და მგონია რომ წარმატებით მაგრამ ეხლა ვარ მებაღე ქეთინო მარელისში ეს არის ჩემი სული და გული Sakane materiales, Nias, Tamazian, Sramadavadevi, Satamashod mitleven, Zuane jalevi, Zarus, Dareles, Sramadavadevi, Zeshinair Padavi. Chanan velavi erti orisami turme rogor momanatrebia eschemi soplis zebia eschemi soplis trebia ora cargia erti orisami iale da sacarne materiale